სახელმწიფოს დამხობის თუ ქვეყნის დემოკრატიული მომავლის გადარჩენის მცდელობა. მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე, პოლიტიკოსები მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და თადარიგის პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე საპატიმროში 7 წელს გაატარებენ. ადვოკატები საქმის ევროპულ სასამართლოში გაგრძელებას აანონსებენ, იქამდე კი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და გადაწყვეტილება არის უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული. ბუნებრივია გავასაჩივრებთ, თქვენ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოვიყენებთ როგორც ქვეყნაში, ისე ქვეყნის გარეთ. ერთი კაცის და მისი პარტიის ინტერესების დასაცავად არასამართლიანი წინასწარ განსაზღვრული და გადაწყვეტილი სასჯელი, რაც ჩვენ ვიხილეთ. პაატას, როგორც ჩვენ ყველას ზუსტად ამის შეცვლა უნდა და იმისთვის იბრძვის, რომ საქართველოში ევროპული პოლიტიკური სტილი დაინერგოს. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, მათი განმარტებით ხელისუფლება უსამართლოდ ექცევა ყველას, ვინც მათ ოპონირებას უწევს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მოსაზრებით უსამართლობასთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა აქტიური პროტესტია. აბსურდი არის ეს ბრალდება, ისე როგორც ყველა სხვა ბრალდებები, რომელიც ამ ადამიანებს აყრებული ჰქონდათ. ამიტომ არის ეს საქმე პოლიტიკური შინაარსის, ამიტომ არის ისინი პოლიტიკური პატიმრები. მე პირადად ჩვენ პოლიტიკური გუნდი ვიყავით საჯაროდ კრიტიკულები, მათ შორის სწორედ იმიტომ, თუ როგორ გამოიყენებდა ცინიკურად ამას ივანიშვილის რეჟიმი შემდგომში, რასაც ახლა ვხედავთ კიდევაც. პოლიტიკური დაკვეთით მიღებული გადაწყვეტილება მართლმსაჯულების სასამართლოს მხრიდან და ამაში მე ვფიქრობ, არავის ეჭვი არ ეპარება. ძალადობა არის, როდესაც შენ ჭრი ღობეს და ის ადამიანები, ვინც პირველად მივარდნენ იმ ღობესთან, იმას არ პოულობ და ეს ძალიან კარგად არის დაფიქსირებული, ვინც ეს ასე ვთქვათ ინციდენტი წამოიწყო და ადამიანები, ვინც თუნდაც გადავიდნენ ღობისიქეთ და მერე თვითონ გადმოვიდნენ უკან, მათ თქვენ მოძალადეებად მიიჩნევთ და უფრო მეტიც, პაატა მანჯგალაძე, რომელიც საერთოდ იქ არ იმყოფებოდა, 7 წელი მიუსაჯეთ. სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა 100 აფასებენ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს მმართველ გუნდში. ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ქვეყანაში არეულობა უცხო ქვეყნების მიზანია. მათივე აზრით, ოპოზიციაც სწორედ გარე ძალების დავალებით მოქმედებს. 4 ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე, როდესაც ევროკომისიის პრეს-სპიკერმა პირდაპირ მხარდაჭერა გამოუცხადა წინასწარ დაანონსებულ ძალადობას, ნეპალის სცენარს, რომელიც ჩვენ დაგვიანონსეს 4 ოქტომბერს, ევროკომისიამ დაუჭირა მხარი. და თავად 4 ოქტომბერს ძალადობის მიმდინარეობისას, მაშინ როდესაც შტურმი მიდიოდა პირდაპირ ეთერში უყურებდა ყველა პრეზიდენტის სასახლეზე, ბრიუსელიდან გაისმა მხარდამჭერი ხმები. ეს ადამიანები ჩადიოდნენ პირდაპირ ეთერში დანაშაულს. კულისებში რა იყო ამაზე ფაცილობით მეტი ინფორმაცია, როგორც ბუნებრივია. და იქ იყო ბევრი დეტალი, რომელიც არათუ დანაშაულზე, არამედ დანაშაულთან ერთად ძალიან სერიოზულ პოლიტიკურ პრობლემებზეც მიუთითებდა. საბედნიეროდ ჩვენ შევძელით მთლიანი სამართალდამცავი სისტემა დადგა დეტალების სიზუსტით თავის სიმაღლეზე და ჩვენ შევძელით, რომ იმავე დღეს მოგვეხერხებინა, როგორც დანაშაულების დაკავება, ასევე იმავე დღეს მოგვეხერხებინა, რომ ამოწურული იყო ეს ინციდენტი ყველაზე რბილი სიტყვით რომ მოვიხსენებთ. 4 ოქტომბრის საქმეზე განაჩენი მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ გამოაცხადა, გარდა ოპერის მომღერლის პაატა ბურჭულაძისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა, სასამართლომ პატიმრობაში რამდენიმე დემონსტრანტი 5 წლით, გედედეს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი შაიშმელაშვილი კი 2 წლით გაუშვა პატიმრობაში.